ავტომობილი იქ უნდა შეიძინოს, სადაც ყავს პატრონი. მოდი, აი ეს არის ამოდენა საწყობის სეკუდრიტი. ჩინელი კაცი, ვაშკაცი კაცი და ისეთი რამე გავაკეთე, რომ თვითონ ვერც კი წარმოედგინა. დღეს $100 ვაჩუქე და კაცი გადაიღია. ესეთი რამე არ ხდება ქვეყანაში და thank you very much. მოგესალმებით ნინი. ჩვენ ახლა ვართ ჩვენს მეორე ნომერ ჩანგანის საწყობში, რისიც ჩვენ გავხდით ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში ქარხნეს. მოდი ჩვენ რო ადამიანებს მეტი დამაჯერებლის კუთხით ვაჩვენოთ ჩვენი საწყობი. ქარხანა ეგერ არის, საწყობი აგერ არის. ეს რო გავაკეთოთ უნდა ვაჩვენოთ, რო ვაჩვენო აქ უნდა ავიდე, ხო? ეს არ არის მარტივი, ხო? ეს არის ნინი, ფული შოვნა თუ გინდა, უნდა მოხვიდე. სხვა გზა არ არის. შალვა. ყველაფერს ვაკეთებთ მეგრულ ჯიგრულ პონჩში. აი ეს არის ჩვენი მეორე საწყობი. მოგეწონა ეს მეორე საწყობი. პირველი საწყობი იყო BYD-ის, მეორე საწყობი არის ჩანგანის და ჩანგანში შემავალი სხვადასხვა ბრენდები, რომელიც არის ჩვენი ბრენდი რა საქართველოში. აი უყურეთ ახლა. შალვა, ახლა შენ ამოხვალ შალვა, რომ ეს ჩვენი 1-2-3 მანქანიანი საწყობი რო დავანახოთ ხალხს. აი ნახეთ. ჩვენ ყავს შალვა ყველანაირი ფერი. ყველანაირი ფერი ყავს და ეს არის ქარხანა, რო რამე მანქანას მოვიდეს, ახალ ჩაგვინაცვლოს ქარხანა, ხო? ჩვენ ხო ესე გასწავლეს? კი ბატონო. როგორ გასწავლიდნენ? ავტომობილი იქ უნდა შეიძინოს, სადაც ყავს პატრონი. კი ბატონო. და ის რომ შალვა, ახალ მოდელებს ვერავინ ვერ შეიყვანს საქართველოში, 1 წლის უნდა იყოს, ჩვენ უკვე ვყიდით 26 წლის მოდელებს საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენს ეს არის ქარხანა, გაიგე და გაყიდვის უფლება აქვს, ლიცენზია აქვს სპეციალური და ამიტომ ქუჩა მიმწყიდულობს, ძალიან ძნელი იქნება და უყურე შალვა. მოდი და ვანახოთ ახლა მოსახლეობას ეს ავტომობილები და რატომ უნდა შეიძინოს ჩვენთან. შალვა, შენ ხარ იურისტი და იურიდიულად უდგები საქმეს და ამბობ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ოფიციალურად. როგორც ყოველთვის და ჩვენ დღეს და ხვალ უკვე ყველა საბუთი გვიხსნება და საქართველოსკენ ჰერი, ხო? აი ეს არის ბიზნესი. ჩვენ ამით ვართ დაკავებულები. აი შეხედეთ როგორ იწვრთება, აი როგორ მოდის ავტომობილები. აქ ავტომობილები იყიდება დღეში 1000-ობით. აი ტრაილერები როგორ მოდის, ეს არის ჩვენი მეორე საწყობი და მე იმას ვაკეთებ, რომ აქ თვითონ ჩინელიც რომ ვერ გაბედავს და ვერ გააკეთებს. აბა, შალვა, ჩაიბარე, გისურვებთ წარმატებას და ნინი, მეტი დამაჯერებლად რო იყოს ჩვენ სტუდენტებს. ჩვენ სტუდენტებსაც მალე ძალიან ბევრს დავასაქმოთ, ხო ესეა? გისურვებთ წარმატებას.